პროფესია არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში. ჩემს შემთხვევაში მოხდა ისე, რომ მე ჩავაბარე პროფესიაზე, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა. ეს იყო ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების გამო და რეალურად 21 წლის ასაკში მივხვდი, რომ მე არ მიმიღწევია არაფრისათვის. მე არ ვდგავარ ჩემს გზაზე, მე ვდგავარ არასწორი მიმართულებით მივდივარ ცხოვრებაში. ამიტომ მინდა ურჩიო ნებისმიერ აბიტურიენტს, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, რომ აუცილებლად მიაქციეთ თქვენი გარშემო მყოფი ადამიანების აზრს მნიშვნელობა, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენით, იმიტომ რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა მიიღებთ, შემდგომში გააღვაწლები და გახდება თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. მე გადავწყვიტე 21 წლის ასაკში დავანებო ყველაფერს თავი, რასაც ახლა ვაკეთებ. და წავიდე ჩემი პროფესიით. ეს არის სამედიცინო სფერო. მე მინდა გავხდე, გამოვიდე ექიმი. და როდესაც ეს აზრი ბევრ ადამიანს გაუზიარეთ, ჩემს გარშემო მყოფ ზოგიერთ ოჯახის წევრს, მეგობრებს, ძირითადად მივიღე უკან კრიტიკა, რომ როგორ შეიძლება რამდენი ხანი გავიდა, რამდენი წელი გჭირდება კიდევ ამისთვის. მთელი 4 წლის განმავლობაში იმდენად მივაჩვიე თეთრი ყვავის პოზიციას, რომ საერთოდ სულ სხვაგან ვარ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეგონა კიდევაც, რომ ცოტა სულელი ვიყავი და არ ვიყავი სიტყვაზე უფრო მეტის მიღწევის ღირს. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ხალხი ჩვენზე, მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ ჩვენ საკუთარ თავზე. რაღაცები რო გავარკვიე, გავიგერო თურმე სახელმწიფო არაფინანსებს აბიტურიენტებს, რომლებიც ხელმეორედ აბარებენ ერთ და იგივე საფეხურზე. მინდა გთხოვოთ, რომ თუ თქვენთვის ეს თემა ახლოსა, ისევე როგორც ჩემთვის, ამ ვიდეოზე იქნება მიბმული ლინკი, რომელზეც შეგიძლიათ გადახვიდეთ, წაიკითხოთ პეტიცია და თუ დაგაინტერესებთ, რა თქმა უნდა, მოაწეროთ ხელი. და მე ნებისმიერ რჩევას მივიღებ, ძალიან მაინტერესებს სხვების აზრი, როგორ მოიქცნენ სხვები ჩემს სიტუაციაში და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით, თუ ამ ვიდეოს გამოხმაურება მოყვება.